თქვენ უყურებთ კურიერს 6 საათზე, მე სანდრო კაჭახიძე ვარ, გამარჯობა. ვაშინგტონის შემდეგ ლონდონი უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავი დიდ ბრიტანეთში დაეშვა. ვოლოდიმირ ზელენსკი ინგლისის პრემიერმა პირადად მიიწვია და დაუნინგ სტრიტზე შეხვედრა წუთზე უნდა დაიწყოს. ხვალ გაერთიანებული სამეფო ევროპელი ლიდერების სამიტს უმასპინძლებს, სადაც უკრაინის საკითხი განიხილება. თეთრ სახლში გამართული დაძაბული შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკისაც და დონალდ ტრამპსაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტელეფონით ესაუბრა. რა დროსაც კირ სტარმერმა უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა. თეთრ სახლში შემდგარი უსიამოვნო საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუ ამერიკულ ტელეარხ Fox News-ს მისცა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თუმცა თქვა ისიც, რომ ბოდიში მოსახდელი არ აქვს. არ ვარ დარწმუნებული, რომ რამე ცუდი ჩავიდინე. რაც მოხდა, არც ერთი მხარისთვის კარგი არ იყო. ეს არის ციტატა ზელენსკის ინტერვიუდან. მე პრეზიდენტსა და ამერიკელ ხალხს პატივს ვცემ. ვფიქრობ, ღია და გულწრფელები უნდა ვიყოთ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ რამე დავაშავეთ. დემოკრატიისა და მედიის მიმართ მთელი პატივისცემით ვფიქრობ, ჩვენ უკრაინის პოზიცია უნდა გავიგოთ. ჩვენ ერთ მხარეს უნდა ვიყოთ. მე პატივს ვცემ პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ღია და გულწრფელები უნდა ვიყოთ. რაც მოხდა, ვფიქრობ, ცუდი სიტუაცია იყო. მედიისთვის ყოველთვის ღია ვარ, მაგრამ ეს დახრულ კარს მიღმა უნდა მომხდარიყო. მინდა პარტნიორებმა სწორად გაგვიგონ. მე არ მინდა ჩვენი უდიდესი პარტნიორის დაკარგვა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ტრამპისა და ზელენსკის დაპირისპირებას მალევე მოჰყვა შეფასებები ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ამერიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. ამის გამბედაობა აქამდე არც ერთ პრეზიდენტს არ ჰქონია. მადლობა ამერიკის პირველ ადგილზე დაყენებისთვის, აღნიშნა რუბიომ და თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს. თქვენ ნახეთ რა მოხდა დღეს. თქვენ ვერ ხედავთ ყველაფერს, რამაც აქამდე მოგვიყვანა, ასე რომ ნება მიბოდეთ გაანმარტოთ. პრეზიდენტი ძალიან მკაფიო იყო, მან ამაზე კამპანია აწარმოა. ის ფიქრობს, რომ ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო. მას სჯერა და მე ვეთანხმები, რომ ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ეს არასდროს მოხდებოდა. ახლა ჩვენ აქ ვართ, ის ცდილობს კონფლიქტი დაასრულოს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ გაანმარტეთ, თუ რაში მდგომარეობს ჩვენი გეგმა. კერძოდ, ჩვენ გვსურს რუსები მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსვათ. შეთანხმებაზე ხელის მოწერა 5 დღის წინ შეიძლებოდა, თუმცა მათ მოითხოვეს ვაშინგტონში ჩამოსვლა და უნდა ყოფილიყო ძალიან მკაფიოდ გაცნობიერებული. ნუ ჩამოხვალთ აქ და ნუ შექმნით სცენას, სადაც თქვენ დაიწყებთ ჩვენთვის ჭკუის სწავლებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არ იმუშავებს დიპლომატია. პრეზიდენტი ზელენსკი ამ მიმართულებით წავიდა და შედეგად ეს დასრულდა მოსაოდნელი შედეგით. სამწუხაროა, ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს არის გზა, რომელიც მან აირჩია და გულწრფელად ვფიქრობ, ესმის ქვეყანას აშორებს მშვიდობის მიღწევისგან, რაც საბოლოოდ პრეზიდენტ ტრამპს სურს. ეს არის ამ ომის დასრულება. დონალდ ტრამპი რომ გაბრაზებულია ადასტურებს თეთრი სახლის პრესმდივანიც. ქეროლაინ ლევიტი აცხადებს, რომ ამერიკა აღარ აპირებს მდგრადი მშვიდობის პირობის გარეშე უკრაინის დახმარებას. ჩვენ აღარ ვაპირებთ მდგრადი მშვიდობის პირობის გარეშე ჩეკები გამოვწეროთ ომისთვის შორეულ ქვეყნებში. შესანიშნავი იყო, რომ მოხდა კამერებით ჩაწერა. ამის წყალობით ამერიკის მოქალაქეებმა და მთელმა მსოფლიომ შეძლო დაენახა, რაც ეჩეხება პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი დახურულ კარს მიღმა უკრაინელებთან მოლაპარაკებების დროს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ხალხის თვალში საკუთარი თავი გაინადგურა. ასე ფიქრობს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მილიარდერი მასკი. ამინ ბატონო პრეზიდენტო, წერს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი პიტ ჰექსეტი. განცხადება გავრცელა ჯასტინ ტრუდომაც. კანადის პრემიერი წერს, რომ კანადა განაგრძობს უკრაინისა და უკრაინელების გვერდით დგომას. თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა ნენსი პელოსიც. დემოკრატი კონგრესმენი ფიქრობს, რომ პუტინი აღფრთოვანებული იქნება. თეთრ სახლში მომხდარს მალევე მოჰყვა ევროპელების რეაქციაც. ძლიერი ადამიანები ქმნიან მშვიდობას, სუსტები ომს, განაცხადა უნგრეთის პრემიერმა. ვიქტორ ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა მამაცურად დაიცვა მშვიდობა. თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება. ეს უკვე კაია კალასის სიტყვებია. თქვენ არასდროს იქნებით მარტო, ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. არსებობს აგრესორი და ის რუსეთია. ეს უკვე ემანუელ მაკრონის სიტყვებია. Il y a un agresseur qui est la Russie.
ფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცით, როდესაც 3 წლის წინ რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი სანქციები დავაწესეთ. გულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპელებს, კანადას და იაპონიას. ამას ახლაც განვაგრძობ. მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველას, ვინც ამაში გვეხმარებოდა და მათ, ვინც თავიდანვე იბრძოდა. იმიტომ რომ ამით ყველა საკუთარი ღირსებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, შვილებისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვის. ამგვარ მომენტებში ამის გახსენება აუცილებელია. ოვალურ კაბინეტში მომხდარს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ციტატა ირაკლი გობახიძის განცხადებიდან. გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო მკაფიო ზღვარი ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის. ვგულისხმობ არა იმდენად ტრამპისა და ზელენსკის პოლემიკას, რამდენადაც შემდგომ გამოხმაურებას ამ პოლემიკაზე. დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერმა. გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო მკაფიო ზღვარი ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის. ვგულისხმობ არა იმდენად ტრამპისა და ზელენსკის პოლემიკას, რამდენადაც შემდგომ გამოხმაურებას ამ პოლემიკაზე. პრეზიდენტი ტრამპი და მისი სამშვიდობო ძალისხმევა ერთმანეთის მიყოლებით დაგმეს ადამიანებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ სისხლის მღვრელი ომი დაუშვეს და უკრაინა და ათასობით უკრაინელის სიცოცხლე ცივსისხლიანად გააწირეს. გლობალურმა ომის პარტიამ პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ მყისიერად დაამობილიზა ჩვენთვის კარგად ნაცნობი სპიკერები. ჯიმ შაჰინით დაწყებული ბრიუსელის მრავალრიცხოვანი ჩინოვნიკების დაამთავრებული. მათ არ ჩამორჩნენ არც ქართული რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც სულ რაღაც ერთი თვის წინ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის უკანა ოთახში გადაღებული სელფებით იწონებდნენ თავს. გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და Deep State ომს ასე მარტივად არ შეელევიან. კიდევ ერთხელ დაამტკიცდა ისიც, რასაც 3 წელი ვამტკიცებდით. ამერიკის შეერთებული შტატები და გლობალური ომის პარტია ორი სხვადასხვა მოცემულობაა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ოპონენტები მთელი ამ წლების მანძილზე, მათ შორის ტოლობის ნიშნის დასმას ცდილობდნენ. ბრძოლა ომის პარტიასა და მშვიდობის მოსურნე ძალებს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის. დავიტოვოთ იმედი, რომ ეს ბრძოლა მშვიდობის გამარჯვებით დაასრულდება. რაც უფრო ადრე დაასრულდება ომი უკრაინაში, მით უფრო ნაკლები უკრაინელის სიცოცხლე გაიწირება და მით უფრო ადრე დაისადგურებს მშვიდობა მთლიანად რეგიონში. პრეზიდენტ ტრამპს გამძლეობას და მხნეობას ვუსურვებ ამ რთულ ბრძოლაში. განცხადება გაავრცელა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ უკეთესია ომი დასრულდეს ამერიკის მონაწილეობით, რომელიც უკრაინას დაიცავს. ოვალურ კაბინეტში გამართულ პოლემიკას განცხადებით გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერიც. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ხილება გრძელდება. პრეზიდენტ ტრამპს კი წარმატებას უსურვებ Deep State-ის და ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. წერს მდინარაძე. ომიდან 3 წლის თავზე ევროპელ ლიდერებს არ აქვთ გეგმა, როგორ აპირებენ მიმდინარე წვეთოვანი დახმარებით უკრაინის მიერ რუსეთის დახმარებას. რა რესურსი, დრო და სიცოცხლე დასჭირდება ომში გამარჯვებას? ეს კითხვა უპასუხოა. მხოლოდ გვესმის, რომ დახმარება უნდა გაგრძელდეს. ამ ომის საკვანძო მოთამაშეა ამერიკის შეერთებული შტატები. ახალმა ადმინისტრაციამ ომის დასრულების მტკიცე დაპირებით მიიღო ხალხის მანდატი. უკეთესია ეს ომი დასრულდეს ამერიკის მონაწილეობით, რომელიც უკრაინას დაიცავს, ვიდრე მის გარეშე. კი ამერიკის შეერთებული შტატები პროცესს გაეთიშება, ევროპა და უკრაინა რუსეთის პირისპირ მარტო დარჩება. ომის დაწყებიდან 3 წლის თავზე ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების შორს მჭვრეტელი და გონივრული პოლიტიკა თუ არ აღიარონ, გაჩუმდნენ მაინც. თეთრ სახლში ამერიკა უკრაინის მძიმე შეხვედრის ფონზე ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა რადიკალური ოპოზიციის, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების და საქართველოს ექს-პრეზიდენტის ამჩატება. კიდევ ერთხელ გაგვახსენდა ამ ხალხის 3 წლის წინანდელი უმწიფარი პოსტების სოცქსელებიდან და ჰოლივუდური ესთეტიკის კადრები რუსთაველიდან. ზოგადად, მსოფლიოში მიმდინარე მძიმე პროცესების კინოსერიალი ვიტყურება ოპოზიციური სპექტრის მთავარი მახასიათებელი გახდა. ამ დროს არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ეს ის ხალხია, ვისი ხელისუფლებაში დასმაც სურს ზოგიერთ რეგიონ მოსიარულე დიპლომატს. გასაგებია რატომ 3 წლის წინ ხელისუფლება საკუთარ ჭკუაზე ვერ ატარეს. ამჩატებული უმწიფრების მართვა კი ადვილია. ნაცაგენტურა ისტერიულად არწმუნებდა ხალხს გლობალური ომის პარტია Deep State ქართულმა ოცნებამ მოიგონა, რუსული ნარატივიაო. უშინდელის შემდეგ ამ მოგონილი ბოროტების რამდენი მხარდამჭერი გაიშიფრა მსოფლიოში. ადგილობრივი აგენტურის ჩათვლით ყველამ ვნახეთ. ხილება გრძელდება, პრეზიდენტ ტრამპს კი წარმატებას ვუსურვებ Deep State-ის და ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში.
თეთრ სახლში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ქართული ოპოზიციაც. უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის მომხდარი კამათი იყო არასასიამოვნო, თუმცა არა მოულოდნელი, აცხადებენ ისინი. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ამ პროცესში ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი ინტერესი. ტრამპის დაპირება იყო ომის დასრულება, ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს და მშვიდობის დამყარება. და მშვიდობა, რა თქმა უნდა, არის ხანგრძლივი და სამართლიანი. ეს არის მნიშვნელოვანი დასრულება ამ ომის. შესაბამისად, ეს რთული მოლაპარაკებებია, ბუნებრივია, უნდა გვესმოდეს, რომ მარტივი არ არის ეს პროცესი, ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს. დასაწყისია და გუშინდელი შეხვედრა ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი. ომის დასრულება სურს ყველას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ომი დასრულდა სწორი პირობებით და დღეს რა პოლემიკაც მიმდინარეობს საერთაშორისო ასპარეზზე ეს არის რა პირობებით დასრულდება ეს ომი. ყველა სახელმწიფოს აქვს საკუთარი სუვერენული და მათ შორის ეკონომიკური ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე, ეს არ არის არაფრით გასაოცარი. ახლა ჩვენ ყველას მეტად გვჭირდება ევროპული ლიდერობა ახალი მიმართულებით, რადგან პრეზიდენტ ტრამპმა ძალიან მკაფიოდ თქვა რომ ევროპამ უნდა იყოს მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებას. გამოჩნდა ვინ არის რეალურად მშვიდობის მომხრე, ამბობენ უმრავლესობაში. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ მშვიდობის სანაცვლოდ ამერიკული გარანტიების მისაღებად ვოლოდიმირ ზელენსკიმ მზად არ არის. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მთავარი ფორმულირება არის ამერიკული ინვესტიციები, შესაბამისად ამერიკული გარანტიები უსაფრთხოებისა სანაცვლოდ მშვიდობის. ამ ფორმულის მისაღებად არ არის მზად ზელენსკი, რაც კიდე ჯერ მაშინ გამოვლინდა, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში იგი ჩამოვიდა და მხარი დაუჭირა იმ ძველ ადმინისტრაციას, რომელიც მაშინ საარჩევნო პროცესში იყო ჩართული. ეს არის რეალური სურათი, ამასთან დაკავშირებით არის რასაკვირველია შეუთანხმებლობა. ეს არის მთავარი თემა და გარდა ამისა ჩვენ ვიხილეთ ევროკავშირის ყარი მხარდაჭერა უკრაინისადმი, რომელიც არა გუშინდელი დღიდან დაიწყო, არამედ იმ სტრატეგიას და იმ იდეებს ემორჩილება, რომელიც ჰქონდა გლობალური ომის პარტიას. ახალი ადმინისტრაციის მოსვლით ეს იდეა, ეს დამოკიდებულება ევროკავშირის რიგი ქვეყნების, ლიდერი ქვეყნების და მთლიანად ევრობიუროკრატიისა არ შეცვლილა. აი ამ ვითარებაში რასაკვირველია მოსალოდნელი იყო, რომ ლაპარაკი იქნებოდა ძალიან ხისტი და შეუთანხმებლობით დამთავრდებოდა. კიდევ ერთხელ კაფიო ხაზი გაივლო იმას თუ ვის სურს ომი და ვის სურს მშვიდობა. ნუ ეხა პოლემიკაზე რაც გუშინ ვიხილეთ, ამაზე არ გავაკეთებ რაიმე განმარტებას, რადგან ყველაფერი ისედაც ხადდანათელია, თუმცა უფრო საინტერესოა ამ პოლემიკის შემდეგ გამოხმაურებები. როგორც ქვეყნის შიგნით ჩვენ ვიხილეთ უსამშობლო ადამიანების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და კიდევ ერთხელ ცხადყოფს ეს თუ ვის სურდა რეალურად ომი, როგორც ქვეყნის შიგნით და ასევე ქვეყნის გარეთ. ღიად ვამბობდით ამ ყველაფერს, რომ არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც სურს მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნებში ომის წარმოება. საუბრობდით ჩვენ, რომ იყო კონკრეტული ძალები, ვინც ამის უკან იდგა, ხო? ფაქტიურად თავიანთ ინტერესს ატარებდნენ სხვა ქვეყანაში და იგივეს გაკეთება უნდათ საქართველოში. პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე, რომ პრემიერმა ისეთი განცხადებები გააკეთა, გვირჩევნია ბომბები წვიოდეს ქვეყანაში. დღეს ყველაფერი დევს ხელის გულზე და ყველაფერი ნათელია და ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვისაც უყვარს ეს ქვეყანა, ვისაც უყვარს ჩვენი სამშობლო, კარგად ხვდება რამხელა უბედურებას არის და ქართულმა ოცნებამ ჩვენი ქვეყანა. დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პოლემიკა მთელმა მსოფლიომ პირდაპირ ეთერში იხილა. იყო არაერთი უხერხული მომენტი და ხისტი განცხადება. უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას ღიად უსაყვედურა ვლადიმერ პუტინის მიმართ რბილი მიდგომის გამო, ხოლო ტრამპმა ზელენსკი უპატივცემლობაში დაადანაშაულა. უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დაგეგმილზე ადრე დატოვა, თუმცა მას შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის. ასეთია დონალდ ტრამპის ბოლო სიტყვა.
თუ ჩემს თავს თანხვედრაში არ მოვიყვან ორივე მათგანთან, შეთანხმება არასდროს გექნება. გინდათ ძალიან ცუდი რაღაცები ვთქვა პუტინზე და შემდეგ ვთქვა გამარჯობა ვლადიმირ. რა ამბებია შეთანხმებაზე. ასე არ ხდება. მე პუტინთან თანხვედრაში არ ვარ, არავისთან არ ვარ. მე თანხვედრაში ამერიკასთან და მსოფლიოში, სიკეთესთან ვარ. მსოფლიოსთან ვარ თანხვედრაში და მინდა რომ ეს დაამთავრდეს. ხედავთ იმ სიძულვილს, რაც მას აქვს პუტინის მიმართ. ძალიან რთულია ჩემთვის, რომ ასეთი სიძულვილით შეთანხმებას მივაღწიო. მას უზარმაზარი სიძულვილი აქვს და მე ეს მესმის, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მეორე მხარესაც არ უყვარს ის დიდად. ასე რომ ეს არ არის თანხვედრა, მე მსოფლიოსთან ვარ თანხვედრაში. მინდა რომ ის დაასრულდეს. ევროპასთან ვარ თანხვედრაში. მინდა ვნახო, შეგიძლია თუ არა ამის დამთავრება. გინდათ რომ ხისტი ვიყო, შემიძლია ვიყო იმაზე ხისტი ვიდრე ნებისმიერი სხვა, ვინც ოდესმე გინახავთ, მაგრამ შეთანხმებას ამ გზით ვერასდროს მიაღწევ. 4 წლის განმავლობაში გვყავდა პრეზიდენტი, რომელიც გამოდიოდა პრესკონფერენციებზე და მკაცრად ვლაპარაკობდა ვლადიმერ პუტინის შესახებ. შემდეგ პუტინი შეიჭრა უკრაინაში და ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ გზა, შესაძლოა დიპლომატიაში ჩართულობა იყოს. ჩვენ ვცადეთ ჯო ბაიდენის გზა, გულზე მჯიღის დარტყმისა და თავის მოჩვენების, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ქმედებები. რაც ამერიკას კარგ ქვეყანად აქცევს, ეს არის, რომ ამერიკა დიპლომატიაში არის ჩართული. სწორედ ამას აკეთებს ტრამპი. შეიძლება კითხვა დაგისვათ? პუტინმა უკრაინის დიდი ნაწილების ოკუპაცია მოახდინა, აღმოსავლეთის ნაწილების და ყირიმის ოკუპაცია მოახდინა 2014 წელს. ასე რომ, მრავალი წლის განმავლობაში არ ვსაუბრო მხოლოდ ბაიდენზე, არამედ იყო პრეზიდენტი ობამა, შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი, შემდეგ პრეზიდენტი ბაიდენი, ახლა ისევ პრეზიდენტი ტრამპი. ღმერთმა ქნას, რომ ახლა პრეზიდენტი ტრამპი პუტინს შეაჩერებს, მაგრამ 2014 წელს ის არავის შეუჩერებია. მან უბრალოდ ოკუპაცია მოახდინა და წაიღო დახოცა ხალხი. იმ დროს მე აქ არ ვიყავი. დიახ, მაგრამ 2014 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ვითარება იგივე იყო. ხალხი იხოცებოდა, არავის შეუჩერებია. ჩვენ მქონდა საუბრები პუტინთან, ბევრი საუბრები, ორმხრივი საუბარი მქონდა მასთან და ჩვენ ხელი მოვაწერეთ მასთან. მე როგორც თქვენ, პრეზიდენტო, 2019 წელს მე ხელი მოვაწერე მასთან გარიგებას, ხელი მოვაწერე მასთან, მაკრონთან და მერკელთან ერთად. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ცეცხლის შეწყვეტას. თითოეული მათგანი მეუბნებოდა, რომ ის გაჩერდებოდა, მაგრამ ამის შემდეგ მან დაარღვია ეს ცეცხლის შეწყვეტა. მან ჩვენი ხალხი დახოცა, ტყვეები არ გაუცვლია, ჩვენ ტყვეების გაცვლაზეც მოვაწერეთ ხელი, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. რა ტიპის დიპლომატიაზე ვლაპარაკობთ, ჯეიდი? რას გულისხმობთ? მე ვსაუბრობ ისეთი ტიპის დიპლომატიაზე, რომელიც დაასრულებს თქვენი ქვეყნის განადგურებას. ბატონო პრეზიდენტო, პატივისცემით, ფიქრობ უპატივცემულობაა, რომ მოხვიდეთ ოვალურ ოფისში და ამ საკითხზე ამერიკული მედიის წინაშე იდავოთ. ამ მომენტში თქვენ დადიხართ და ახალწვეულებს აიძულებთ ფრონტის ხაზზე იბრძოლონ, იმიტომ რომ ცოცხალი ძალის პრობლემები გაქვთ. თქვენ მადლობას უნდა უხდიდეთ პრეზიდენტს ამ კონფლიქტში ჩარევისთვის. ოდესმე ყოფილხართ უკრაინაში, რომ ამბობთ, რომ პრობლემები გვაქვს? მე ვყოფილ ვარ. მაშინ ჩამოდით ერთხელ. რეალურად მე ნანახი მაქვს და წაკითხული მაქვს ამბები და ვიცი რაც ხდება, რომ თქვენ მოგყავთ ხალხი, მოგყავთ პროპაგანდის ტურზე. უარყოფთ, რომ უკრაინის ჯარში ხალხის ნაკლებობას განიცდით. ჩვენ გვაქვს პრობლემები. და თქვენ ფიქრობთ, რომ თავაზიანი საქციელია ამერიკის შეერთებული შტატების ოვალურ ოფისში მოდიხართ და ადმინისტრაციას ესხმით თავს, რომელსაც უნდა თქვენს ქვეყანას ნგრევა არიდოს. ბევრი კითხვაა, მოდი დასაწყისიდან დავიწყოთ. პირველ რიგში ომის დროს ყველას აქვს პრობლემები, მათ შორის თქვენც, მაგრამ თქვენ მშვენიერი ოკეანე გაქვთ და ჯერ არ გრძნობთ ამას, მაგრამ იგრძნობთ მომავალში, ღმერთმა ქნას. ეს არ იცი შენ. ღმერთმა ქნას, რომ ომი არ გქონდეთ. შენ არაფერი იცი ამის შესახებ. ნუ მიგვითითებ, ჩვენ რას ვიგრძნობთ, ჩვენ ვცდილობთ, რომ პრობლემა მოვაგვაროთ. ნუ გვეუბნები, რას ვიგრძნობთ. არ გეუბნებით, მე ვპასუხობ მის კითხვას. რადგან არ ხარ იმ პოზიციაში, რომ გვიკარნახო რამე, გახსოვდეს ეს. მე არ გკარნახობ. შენ არ ხარ პოზიციაში, რომ გვიკარნახო, თუ რას ვიგრძნობთ ჩვენ. თქვენ გავლენას იგრძნობთ. ჩვენ ვიგრძნობთ თავს ძალიან კარგად, ძალიან ძლიერად. მე გეუბნებით თქვენს, თქვენ იგრძნობთ გავლენას. ამ მომენტში შენ ძალიან კარგ პოზიციაში არ ხარ, საკუთარ თავს საშუალებას აძლევ, რომ ძალიან ცუდ პოზიციაში იყო და ვენსი მართალია ამის შესახებ.
ომის დასაწყისიდანვე. არ ხარ კარგ პოზიციაში, ახლა კოზირები არ გაქვს, ჩვენთან ერთად კოზირები გექნება. მე ბანკოს არ ვთამაშობ, ძალიან სერიოზულად ვსაუბრობ, ბატონო პრეზიდენტო. შენ თამაშობ ბანკოს, შენ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ეთამაშები. მესამე მსოფლიო ომს ეთამაშები და რასაც აკეთებ არის ძალიან უპატივცემულო ქვეყნის მიმართ. ამ ქვეყნის მიმართ, რომელიც შენ მხარს გიჭერდა, გაცილებით უფრო მეტად ვიდრე ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ უნდა ექნათ. ერთხელ მაინც გითქვამთ მადლობა ამ მთლიანი შეხვედრის განმავლობაში? მრავალჯერ და დღესაც კი. არა, მთლიანი შეხვედრის განმავლობაში გითქვამთ ბოდიში. ოქტომბერში პენსილვანიაში ჩახვედით და ოპოზიციისთვის კამპანიას აწარმოებდით. წარმოთქვით მცირედი სამადლობელი სიტყვა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პრეზიდენტის მიმართ, რომელსაც სურს, რომ თქვენი ქვეყანა გადაარჩინოს. ის არ საუბრობს ხმამაღლა, შენი ქვეყანა დიდ გასაჭირშია. შემიძლია პასუხი გავცე? არა, შენ ბევრი ელაპარაკე, შენი ქვეყანა დიდ გასაჭირშია. ვიცი. თქვენ არ იგებთ ამას, თქვენ ძალიან კარგი შანსი გაქვთ აქედან ნორმალურად გამოსვლის. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვრჩებით ჩვენს ქვეყანაში, ვრჩებით ძლიერები, ომის დაწყებისთანავე ჩვენ მარტოები ვიყავით და მადლიერები ვართ. მადლობა ამ კაბინეტშიც თქვით და არა მხოლოდ ამ კაბინეტში. თქვენ მარტო არ იყავით, ჩვენ იდიოტი პრეზიდენტის გავლით 315 მილიარდი დოლარი მოგეცით, სამხედრო აღჭურვილობა მოგეცით და თქვენი ჯარისკაცები მამაცები არიან, მაგრამ მათ ჩვენი სამხედრო აღჭურვილობის გამოყენება სჭირდებოდათ. თქვენ რომ ჩვენი სამხედრო აღჭურვილობა არ გქონოდათ, ეს ომი ორ კვირაში დასრულებული იქნებოდა. სამ დღეში ეს უკვე მოსმენილი მაქვს პუტინისგან. ეს არ არის შემთხვევა, რომელიც ორ კვირაში შეგიძლიათ დაალაგოთ. გეუბნებით, ასე ძალიან რთული იქნება ბიზნესის კეთება. უბრალოდ თქვი რომ მადლობელი ხარ. მე მრავალჯერ ვუთხარი, მადლობა ამერიკელ ხალხს. მიიღე რომ არის უთანხმოებები და წავიდეთ და ამაზე ერთად ვიდაოთ ამერიკული მედიის წინაშე კამათის ნაცვლად, როდესაც არასწორი ხარ, ვიცით რომ არასწორი ხარ. მადლობელი უნდა იყო, შენ არანაირი კოზირები არ გაქვს, შენ ისინი დაამარხე, შენი ხალხი იხოცება, ჯარისკაცები გააკლდება. ძალიან კარგი რაღაც იქნებოდა და შენ გვეუბნები. არ მინდა ცეცხლის შეწყვეტა, არ მინდა ცეცხლის შეწყვეტა, მინდა ეს უქნა, მინდა ის. ნახე თუ შეგიძლია ახლა ცეცხლის შეწყვეტის მიღება. მე გეუბნები რომ აიღო ტყვიების ფრენა და შენი ხალხის ხოცვა შეჩერდეს. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა რომ ომი შევაჩეროთ, მაგრამ მე გითხარით, სად არის გარანტიები? მაგრამ შენ არ გინდა ცეცხლის შეწყვეტა, მე მინდა ცეცხლის შეწყვეტა, რადგან ცეცხლის შეწყვეტა უფრო სწრაფად მიიღწევა ვიდრე შეთანხმება. ჩვენ ხალხს გითხეთ, რას ფიქრობენ ცეცხლის შეწყვეტაზე? ეს ჩემთან არ ყოფილა, ეს იყო კაცთან გვარად ბაიდენთან, რომელიც არ არის ჭკვიანი ადამიანი, ეს ეხებოდა ობამას. უკაცრავად ობამა იყო, ვინც თქვენ ზეწრები მოგცათ და მე თქვენ ჯაველინები მოგეცით, რომ ის ტანკები გაგენადგურებინათ. ობამამ ზეწრები მოგცათ და რეალურად ფაქტი ის არის, რომ ობამამ ზეწრები მოგცათ, ტრამპმა მოგცათ ჯაველინები, უფრო მადლიერი უნდა იყო. არ გაქვთ კოზირები, ჩვენთან კი, მაგრამ ჩვენს გარეშე არანაირი კოზირები არ გაქვთ. რისი თქმა შემიძლია არის ის, რომ პუტინს შეიძლება შეთანხმებები აქვს დარღვეული ობამასთან და ბუშთან და შესაძლოა მან ისინი დაარღვია ბაიდენთანაც, არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ჩემთან არ დაურღვევია, მას შეთანხმების მიღწევა სურს. არ ვიცი ეს შეუძლია თუ არა. პრობლემა არის, რომ მე გაგაძლიერე, რათა იყო მაგარი კაცი და არ მგონია, რომ მაგარი კაცი იქნებოდი ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე და შენი ხალხი ძალიან მამაცია, მაგრამ ან შეთანხმებას დადებ, ან ჩვენ გავდივართ და თუ ჩვენ გავალთ, თქვენ იბრძოლებთ. არ მგონია, რომ ეს კარგი სანახავი იყოს. იბრძოლებთ, მაგრამ კოზირები არ გაქვს. თუმცა, როდესაც ამ შეთანხმებას ხელს მოვაწერთ, თქვენ ბევრად უკეთეს პოზიციაში იქნებით, მაგრამ საერთოდ არ გამოხატავ მადლიერებას და ეს არ არის კარგი. სამშვიდობო შეთანხმების ამ წარუმატებელი მცდელობის ფონზე რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება. ოკუპანტი ხარკოვს დრონებით დაესხა თავს. იერიშის შედეგად დაშავდა 7 ადამიანი. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო კომპლექსი და სამედიცინო დაწესებულებები. ეს ბოლო ორ დღეში ხარკოვზე მიტანილი უკვე მეორე იერიშია. გუშინ ხარკოვის ენერგოსისტემაზე თავდასხმის დროს 12 ადამიანი დაშავდა. ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. მონაწილეობს ორი ეგრეთ წოდებული კანდიდატი, ბადრა გუმბა და ადგურ არძიმბა. დე-ფაქტო არჩევნების პირველი ტური 15 თებერვალს გაიმართა. საქართველოს ოკუპირებული რეგიონის გარდა ეგრეთ წოდებული საარჩევნო უბნები გახსნილია რუსეთში, მოსკოვსა და ჩერკასკში.
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ეგრეთ წოდებული არჩევნების მეორე ტურს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არალეგიტიმურს უწოდებს. ლევან მგალობლიშვილის განცხადებით ეგრეთ წოდებული არჩევნები საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული. მგალობლიშვილი საკითხს ჟენევაში მოლაპარაკების 63-მე რაუნდზე დააყენებს. აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნები არის არალეგიტიმური. ჩვენი საერთაშორისო თანამეგობარი ქვეყნები ამას ადეკვატურ პოლიტიკურ პასუხს გასცემენ და განაგრძობენ ამ მიმართულებით საქართველოს პოლიტიკის მხარდაჭერას. ეს არის კიდევ ერთი გადადგმული უკანონო ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ. მე ხვალ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მივემგზავრები ჟენევაში, სადაც ჩატარდება რიგით 63-მე რაუნდი საერთაშორისო მოლაპარაკების და ეს საკითხი იქ იქნება ერთ-ერთი უმთავრესი. დასავლეთ საქართველოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. საგანგებო რეჟიმში მუშაობას და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას განაგრძობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია. მოქალაქეებს გადაეცემათ მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები. მთავარი საავტომობილო გზების დიდი ნაწილი თოვლისგან გაწმენდილია. გრძელდება დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენაც. ბუნებრივი აირის მიწოდება კი ნაწილობრივ აღდგენილია. ამხელა თოვლი არ მახსოვს, ნამდვილად არ მახსოვს. პირობებში, რაც შეეხება პირობებს, ნამდვილად ვერ იტყვის ჩვენი სოფლის მაცხოვრებელი ვერ ცეთი. გაზი პერიოდულად საერთოდ 1 წუთითაც არ გაგწყვეტია. შუქი პერიოდულად ითიშებოდა, მაგრამ ის პრობლემა არ ქონია, რომ მაგალითად ტელეფონი ვერ დაგვეტენა ან რამე, პერიოდულად მოდიოდა ყოველთვის. არც ამის პრობლემა ქონია. მადლობა დიდი მთავრობას გვერდში დგომისათვისა და დახმარებისათვის. სოფელ მთისპირში აქტიურად მიმდინარეობს იმ საკვები პროდუქტის დარიგება, რომელიც ხელისუფლებამ მოგვაწოდა. მაქსიმალურად ვიცდებით, არც ერთი ოჯახი არ დარჩეს უყურადღებად, რომელსაც დახმარება სჭირდება. მაშველები კვლავ 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლების რაოდენობა მცირდება. აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები ჩოხატაურშიც. მაშველებს პოლიცია, სამხედროები და მოხალისეები ეხმარებიან. გურიის სოფლებში რიგდება საკვები პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები. მუშაობას აგრძელებს საკოორდინაციო შტაბიც. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა შეშითაც მოამარაგა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გურიის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობას შეშით ამარაგებს. აღნიშნული რესურსი გადანაწილდება გურიის რეგიონის საქმიან ეზოებში, საიდანაც სამივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მომარაგდება. გურიის რეგიონში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველები თითოეულ შესულ შეტყობინებაზე რეაგირებას ახდენენ და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ. მეხანძრე მაშველებმა პოლიციელებთან ერთად კიდევ რამდენიმე ოჯახი გაიყვანეს უსაფრთხო ადგილას. აქტიურ რეჟიმში გრძელდება მოსახლეობის საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭირო პროდუქტებით მომარაგება. უწყვეტ რეჟიმში გრძელდება დიდ თოვლობისგან გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლა იმერეთშიც. გზების გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს ელექტროხაზებსა და გაზსადენებზე აღდგენითი სამუშაოები. 40-მდე სოფელი კვლავ გარესამყაროსაა მოწყვეტილი, ამ შემთხვევაში საუბარია მაღალმთიან სოფლებზე. მომიკითხენ ამბავი როგორ ვიყავი, რა მიჭირდა, შემეკითხენ თუ რამეს ვითხოვდი კიდევ წამალს ან რამეს და დიდი მადლობელი ვარ ასეთი ყურადღებისთვის. ჩართულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძალები, ასევე მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფი. ელექტროენერგია თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება უკვე ამ ეტაპისთვის. მიმდინარეობს გაზის მაგისტრალზე დაზიანებების აღმოფხვის სამუშაოები და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების თოვლის საფარიდან გაწმენდის სამუშაოები. თითოეულის შედეგად თელეღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადიდან გამოყვანილი არის ხანდაზმული ქალბატონი, რომელსაც ესაჭიროებოდა სამედიცინო დახმარება. ასევე ამ წუთშიც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რაში ძალიან დიდ მხარდაჭერას გვიცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო დანაყოფები, ასევე თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალები, სადაც მიუვალია და გაუკვალავი არის ჯერ გზები, მოსახლეობას დაურიგდება პირველადი მოთხოვნის პროდუქტები.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ცანაში, სადაც ერთადერთი ადგილობრივი მაცხოვრებელია, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად სამაშველო ჯგუფებმა ადგილზე ასვლა და მისი მონახულება შეძლეს. რამდენიმე დღის მანძილზე ვერ ხერხდებოდა ამ ადამიანთან სატელეფონო კომუნიკაცია, რის გამოც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და სამაშველო ჯგუფების მიერ განხორციელდა ძებნა-შველის ოპერაცია. მაშველებმა 15 კილომეტრიანი გზა ფეხით 10 საათში გაიარეს. მეხანძრე მაშველებმა გაიარეს 14 კილომეტრი ფეხით, რომლის გავლასაც დაჭირდნენ დაახლოებით 10 საათი და მისულებს ადგილზე დახვდათ ძალიან კარგი სიტუაცია. აღნიშნული პიროვნება ჯანმრთელი და ცოცხალი და უნებელი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველწუთიერი ინფორმაციები გქონდა ოჯახის წევრებთან. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო რაჭა-ლე ჩუმქრე-მოსვანეთის საგანგებო სამსახურს, განსაკუთრებით მადლობა მინდა გადაუხადო ლენტეხის სამაშველო სამსახურის ბიჭებს თავდაუზოგავი შრომისათვის. ცენტრალური ხელისუფლების და თვითმმართველობის ჩართულობით თითქმის ყველა სოფელი გავხსენით, მაგრამ უშედეგო მცდელობა გქონდა სოფელი ცანის მიმართულებით, იმიტომ რომ იყო ზღვასაშიშოება. სოფელი ცანაში ჩარჩენილი იყო ერთი ადამიანი, რომელიც დაახლოებით 3-4 დღის მანძილზე არ გამოდიოდა კავშირზე. დაუნდინარე იქიდან, რომ გათიშული იყო კავშირგაბმულობა, მიაღწიეს სამაშველოებმა ადგილამდე და მშვიდობით დასრულდა სამაშველო ოპერაცია. გადავინაცვლოთ რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები დასრულდა. გზები გაწმენდილია, გადაადგილება თითქმის ყველა სოფელში შეუფერხებლადაა შესაძლებელი. ჩატარებული სამუშაოების შედეგად ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის 68-ვე სოფელს სრულად მიეწოდება. მოსულმა უხმა ნალექმა თოვლის სახით პრობლემები შექმნა ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით, ასევე გათიშული იყო 16 სოფელი, არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. მობილიზებული იქნა ჩვენთხელ ასებული ყველა მძიმე ტექნიკა და დღის ბოლომდე ყველა სოფლის ცენტრამდე და ძირითად უბრალოდ გზა გაწმენდილი იქნება, ასევე აღდგენილია ყველა სოფელში ელექტროენერგია. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება აჭარაშიც. ბათუმში ყველა ცენტრალური და საკვანძო ქუჩა უკვე გათავისუფლებულია თოვლის საფარისგან. დასასრულს უახლოვდება დამაკავშირებელი და შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილას გაყვანილია 37 ოჯახი. ენერგორესურსების მიწოდების კუთხით ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია. საბავშვო ბაღები და სკოლები 4 მარტიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ სასწავლო პროცესს. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ცენტრალური გზა და საკვანძო მონაკვეთი გზის აღდგენილი არის. ამავდროულად მიმდინარეობს როგორც დამაკავშირებელი შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები, პრაქტიკულად 95% გაწმენდითი სამუშაოების ამ ეტაპისათვის დასრულებულია. 37 ოჯახი არის ქირით გაყვანილი ამ ეტაპისათვის, სადაც შეიქმნა საშიშროება როგორც სახურავის, ასევე მიშენებების ნაწილში. ბუნებრივია ყველა იმ ტიპის ღონისძიებას, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების საჭიროების დაკმაყოფილებას გულისხმობს, როგორც სტიქიის კომისიაზე, ასევე შესაბამისად აღდგენითი ღონისძიებების ფარგლებში ბათუმის მუნიციპალიტეტის უზრუნველყოფს სრულად. თბილისში გლდანის მეოთხე მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში განთავსდება მოსასვენებელი პავილიონები, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ასევე დამონტაჟდება გარე განათებები და სარწყავის სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი გაიცნო. ეს ტერიტორია, ესე იგი, იყო ძალიან სულ მდგომარეობაში, აქტიურად ნაგვით იყო სავსე, გარდა ამისა იყო უკანონო შემოღობები, იყო უკანონო ფარეხები, მე მინდა ვისარგებლოს შემთხვევით ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადაუხადო თანამშრომლობისთვის, რადგან მათი ჩართულობით მოხდა ამ შემოღობების და უკანონო ფარეხების მოშლა და აღნიშნული სივრცე მთლიანად გამოყენებული იქნება დასასვენებელი პარკისთვის. ჰექტრამდე ტერიტორია არის, სადაც მოეწყობა ესე იგი ბავშვებისთვის სპეციალური ატრაქციონები, სპეციალური სივრცე იქნება გამოყოფილი, სასეირნო ბილიკები, ახალი ხელმცენარეები, თავისი სარწყავის სისტემებით, ღამის განათებები, უსაფრთხოების კამერები. სამუშაოები დაახლოებით 8000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით 2000 კვადრატული ტერიტორია დაკავებული ქონდა უკანონო შემოღობებს, ავტოფარეხებს, თუმცა გამგეობის ჩართულობით მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით აღნიშნული ტერიტორია გამოსუფთავდა, დემონტაჟი ჩაუტარდა ამ უკანონო მოღობილ ტერიტორიებს და ჯამში მივიღეთ 8000 კვადრატული. აღნიშნულ სამუშაოებს რაც შეეხება კიდევ აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა
გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა, დავრგავთ ხემცენარეებს. კურორტ თეთნულზე ფრირაიდის მსოფლიო ტური იმართება, სადაც 50 გამორჩეული რაიდერი ასპარეზობს. საქართველოს ფრირაიდის მსოფლიო ტურს პირველად გასულ წელს უმასპინძლა. მსოფლიო ტურს მეორეჯერ მასპინძლობ საქართველოში. ეს არის მაღალი დონის ღონისძიება, შესაბამისად სირთულეები ბევრი არის, როგორც საზღვაო კონტროლის კუთხით, ასევე სამაშველო კუთხით. სამთომაშველები ჩართულები არიან მაქსიმალურად ყველა ოპერაციებში, მუშაობთ რამოდენიმე ვერტმფრენით. წარმატებული იქნება, დარწმუნებული ვარ ეს დღე როგორც წინა წელი. ძალიან ამაღელვებელია. მიხარია, რომ ყველაფერი კარგად ორგანიზებულია. გასულ წელს კარგი გამოცდილება მივიღეთ. ვფიქრობ, წლევანდელი წელიც არანაკლებ საინტერესო იქნება. დავიწყარი დროის გატარებას გისურვებთ. გუდაურში კი მსოფლიო თასის ეტაპების სკიკროსის დისციპლინაში უკვე დასრულდა. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს 14 ქვეყნის 97 სპორტსმენი ასპარეზობდა. 89 მარტს გუდაურში მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში გაიმართება. უმაღლესი შეფასება მივიღეთ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციიდან, რითიც ძალიან მოხარულები ვარ. მილიონობით მაყურებელი ყავდა პირდაპირ ეთერით და გაზარდა რა თქმა უნდა როგორც ქვეყნის ცნობადობა, ისე კონკრეტულად გუდაურის ამ კურორტის ცნობადობა. ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხე გამოჯანმრთელება და დღეს გამარჯვება. ეს ჩემთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ეს შევძელით. ვფიქრობ, შესანიშნავი გამოცდილება მივიღე. ბოლოს კი სამწუხარო ინფორმაცია გარდაიცვალა რეჟისორი და მსახიობი ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკი. ის თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელია და ბოლომდე მუშაობდა თეატრის მთავარ რეჟისორად. სხვადასხვა დროს ნუგზარ ბაგრატიონი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში და გრიბოედოვის თეატრში. ის პოეტ პეტრე გრუზინსკის შვილი და ბაგრატიონთა შთამომავალია. ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკი იყო საქართველოს სამეფო სახლის მეთაურიც. კურიერი პირდაპირ ეთერში 9 საათზე იზი ბურნაძესთან ერთად დაბრუნდება. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით, ხვალ კურიერი პირში შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.